როდესაც ხალხი მხოლოდ იმისთვის ყიდულობს თქვათ $1000-იან ტელეფონს, რომ თავისი ფოტოები გააზიაროს სოციალურ ქსელებში, ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა. როდესაც ხალხი შედის ჩემ ინსტაგრამზე, ბევრი კითხულობს, რითი მაქვს გადაღებული აი ეს კონკრეტული ფოტო. სიმართლე გითხრათ, ხანდახან მეცინება კიდევაც, იმიტომ რომ ვერ არჩევს რეალურად კამერით არის გადაღებული ეს სურათი თუ უბრალოდ ტელეფონით. შეიხედეთ ჩემ ინსტაგრამზე აუცილებლად მისამართი იქნება description-შიც. მაინტერესებს უბრალოდ თქვენი აზრი, აი აქ შემდეგ დაწერეთ, დაინახეთ თუ არა რომელიმე ფოტო, ან დაინახეთ თუ არა რაღაცა სხვაობა პროფესიონალურ კამერასა და ჩვეულებრივ ტელეფონით გადაღებულ ფოტოს შორის. 3000-იანი კამერით გადაღებული, 70000-იანი თუ უბრალოდ $200-300-იანი ან $1000-იანი ტელეფონი. და ტელეფონი სხვათა შორის ძალიან ბევრი მქონია, მათ შორის ძალიან დავალფასიანი ტელეფონებითაც მაქვს გადაღებული ეს ფოტოები. აბსოლუტურად ნებისმიერ თქვენ ფოტოს, რომელსაც ააგდებთ თქვენ სოციალურ ქსელებში, მოყვება საშინელი კომპრესიის ქვეშ. აქედან გამომდინარე, როდესაც ხალხი მხოლოდ იმისთვის ყიდულობს თქვათ $1000-იან ტელეფონს, რომ თავისი ფოტოები ან სელფიები გააზიაროს სოციალურ ქსელებში, ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა. აბსოლუტურად არანაირი ღირებულება არ ექნება თუნდაც $2000-იანი ტელეფონით გადაღებულ ფოტოს, რომელსაც საერთოდ არანაირი იდეა არ აქვს, არანაირი კომპოზიცია არ აქვს და არანაირი მხატვრულობა არ აქვს. რეალურად თქვენ სოციალურ ქსელებში ფოტოებს ხალხი აფასებს და ალაიკებს მხოლოდ რაღაც მხატვრული ვიზუალით, რაღაცა ინოვაციით, რაღაცა ახალი საინტერესო თემით. ფოტოს, რომელსაც რაღაცა ამბის მოყოლა შეუძლია, აი ეს აინტერესებს ხალხს და რეალურად თქვენი კამერა ნაკლებად აქტუალურია კონკრეტულ შემთხვევაში. მე არ მომობ იმას, რომ ვიღაცეები თქვათ რაღაც მოვალეობის მოხდის მიზნით უბრალოდ დაინახავენ თქვენს ფოტოს და რაღაცა ხათრით ან რაღაც ნაცნობობის გამო ალაიკებენ. არა, თუ თქვენ გადაწყვეტილი გაქვთ თქვათ სოციალურ ქსელებში მიიღოთ ხელი ამ ფოტოგრაფიას და გააკეთოთ აკაუნტი თქვათ ინსტაგრამზე და სურვილი გაქვთ რომ გაქაჩოთ აი ეს თქვენი აკაუნტი ამ ფოტოგრაფიით უშუალოდ აი ამ კონკრეტული თემით, არავის არ აინტერესებს ხალხს თქვენი სელფიები და თქვენი რაღაცა პირადი ცხოვრება. ხალხს აინტერესებს ანახოთ სილამაზე და უნდა ანახო ლამაზი ფოტოები. ამიტომაც დამერწმუნეთ, რომ შეგიძლიათ აი ეს თქვენი ინსტაგრამი დაიწყოთ უბრალოდ ტელეფონით, აბსოლუტურად $200-300-იანი ტელეფონით და მისი უბრალოდ კამერით. იმიტომ რომ მაინც ვერ გაიგებს ხალხი რეალურად რომელი კამერითაა გადაღებული. სიმართლე რომ ვთქვათ, ინსტაგრამს ძალიან პატარა კვადრატული რაღაცა ესეთი პატარა იკონკები აქვს აი ეს ფოტოები და რამდენიც არ უნდა დაზუმო, მაინც ვერ მიხვდება ვერავინ, რომ ეს არ არის ნამდვილი კამერით გადაღებული. 1000 პროგრამა არსებობს, 1000 აპლიკაცია არსებობს, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ ეს ფოტო ისე გაალამაზოთ, რომ ნამდვილად პროფესიონალიც კი ვერ მიხვდება, რომ ფოტო გადაღებულია ტელეფონით და არა რეალური კამერით. ამიტომაც ცოტა დაფიქრდით მანამ, სანამ რაღაც ემოციებს აყვებით და გაიქცებით ძვირადღირებული ტელეფონის საყიდლად. ძალიან ბევრი სხვათა შორის გაგებული ამბითაც ხელმძღვანელობს, როდესაც მიდის ტელეფონის ასარჩევად და უმეტესობა ვერ ერკვევა საერთოდ ტელეფონის კამერებში. ბევრი მისდევს მეგაპიქსელების რაოდენობას, რაც უფრო დიდია მეგაპიქსელი, გონია რომ უკეთესად გადაიღებს ფოტოს აი ეს ტელეფონი, რაშიც ცდებიან. ტელეფონში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სენსორსაც, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორი ლინზა აყენია, რა ოპტიკა დევს შიგნით და საერთოდ ტელეფონის ოპტიმიზაციას ისევე როგორც სოფტვერის, ასევე ჰარდვერის. ამიტომაც აქ ძალიან ბევრი ნიუანსია და ნუ გაეკიდებით მეგაპიქსელებს, ასევე გაგონებით და სხვის შეხედვით, ნუ იყიდით ტელეფონს და ნუ გონეთ რომ იმას რომ აქვს კარგი კამერა, შენც უნდა გქონდეს კარგი კამერა, ნაკლებად დაუჯერეთ სხვის რჩევებს და ტელეფონის არჩევისას და კერძოდ აი ამ ვიდეოში საუბარი მაქვს უბრალოდ კამერის ირგვლივ და არა გლობალურად მთლიანი ტელეფონის ირგვლივ, იმიტომ რომ როდესაც თქვენ ვიღაცა გეტყვით რომ აი მე მაქვს აი ესეთი მაგარი ტელეფონი და იმიტომ ვიღებ ასეთ მაგარ სურათებს, ეს არის სრული სისულელე. მაგარი სურათის გადაღება შეგიძლიათ ჩვეულებრივი უბრალოდ დაბალფასიანი ტელეფონითაც. ამიტომ ნუ გაეკიდებით ნურც მეგაპიქსელებს და ნურც ძვირადღირებულ ტელეფონებს. სოციალურ ქსელებზე მაქვს საუბარი კონკრეტულად, მე არ ვავრცობ რაღაც პროფესიონალურ დონეზე. შეგიძლიათ იყიდოთ უბრალოდ ბიუჯეტური ტელეფონი და დაიწყოთ ფოტოგრაფია. აუცილებლად შეეცადეთ მაქსიმალურად
ლამაზად და მხატვრულად დაამუშავოთ თქვენი ფოტო და დამერწმუნეთ, ვერავინ ვერ მიხვდება რეალურად სხვაობას, რითია გადაღებული ნამდვილი ფოტოკამერით თუ ტელეფონით. ამიტომაც ისწავლეთ აუცილებლად ფოტოების მხატვრული დამუშავება და ჩემ IGTV-ზეც შეიხედეთ, იმიტომ რომ ფოტო დამუშავების გაკვეთილები მიდევს და პერიოდულად ვააპდეიტებ ხოლმე. დამოატყით ლაიკი ამ ვიდეოს, გამოიწერეთ არხი და გააზიარეთ. ჩართეთ აუცილებლად ზინზილაკი, რომ არ გამოგრჩეთ ახალი ვიდეოები დროებით. თქვენთან ერთად იყო მიხეილი. კარგად, ჩვენ შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.